ქრისტე ჩვენი სიყვარულია. ქრისტე სიხარულია, ჭეშმარიტების ნათელია, ბედნიერება და ჩვენი იმედია. ქრისტესთან კავშირი სიყვარულია, საღმრთო მოშურნეობაა, შთაგონებაა და ღვთაებრივის წყურვილია. ქრისტე ყველაფერია. იგი ჩვენი სიყვარულია და საღმრთო წადილია. ქრისტეს სიყვარული ხელშეუვლების სიყვარულია, დაურღვეველია და სიხარულის წყაროა. სიხარული ეს თავად ქრისტეა. იგი ისეთი სიხარულია, რომელიც სხვა ადამიანად გაქცევს. ეს სულიერი სიშლეგეა, მაგრამ ქრისტეში. ეს არის სულიერი ღვინო, რომელიც სუფთა და განუზავებელი ღვინოსავით ათრობს. როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, განაპუხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან. სულიერი ღვინო სუფთაა, შეურევნელია, ძალიან ძლიერია, შესვამ და გათრობს. ეს ღვთაებრივი თრობაა, ღვთივბოძებულია, რომელიც გულით წმიდას ეძლევა. ისე იმარხულეთ, როგორც შეგიძლიათ, იმდენი მუხტ-დრეკა შეასრულეთ და იმდენი იფხიზლეთ, რამდენსაც შეძლებთ, მაგრამ გიხაროდეთ. ქრისტეს მიერი სიხარული გქონდეთ. ეს ის სიხარულია, რომელიც საუკუნეებით ვრცელდება. იგი მარადიული სიხარულია, საუფლო სიხარულია, რომელიც სასოებას, სიმყუდროვეს, სიმშვიდეს და ყოვლად უტკბეს ნეტარებას გვანიჭებს. ქრისტეს მიერი სიხარული ყოველგვარ სიხარულზე აღმატებულია. ქრისტე უშურველად გასცემს ამ სიხარულს, რათა თავისი სიხარულით მორწმუნეები სრულყოს, რათა სიხარული თქვენი სავსებით იყოს. ეს არის ჩვენი რელიგია, ჩვენი სჯული, ამას უნდა ვესწრაფოდეთ. ქრისტე სასუფეველია, ჩემო შვილებო, და რა არის სასუფეველი? ეს არის ქრისტე. სასუფეველი აქვე იწყება. ვინც აქ ამ ქვეყნად ქრისტეში ცხოვრობს, ის სამოთხეში ცხოვრობს. ასია, რასაც გეუბნებით, დამიჯერეთ, ეს სიმართლეა, ჭეშმარიტებაა. ჩვენ გვევალება, რომ ქრისტეს ნათელში შესასვლელი საშუალება მოვიძიოთ. მაგრამ იგი არ გულისხმობს, რომ ყოველივე სწორ ხაზოვნად აღვასრულოთ. მთავარია ქრისტესთან ვიყოთ, რომ სულმა გაიღვიძოს და ქრისტე შეიყვაროს, რათა განიწმიდოს და საღმრთო სიყვარულს მიენდოს. მაშინ მაცხოვარსაც ვეყვარებით. მაშინ ეს სიხარული ხელშეუხები იქნება. სწორედ ეს სურს ქრისტეს ყველაზე მეტად, რათა სიხარულით აგვავსოს ჩვენ. რამე თუ იგია წყარო სიხარულის და ეს სიხარული ქრისტეს მადლია. ამ სიხარულში შევიცნობთ ქრისტეს, ხოლო ჩვენ ვერ შევიცნობთ მაცხოვარს, თუ მან არ გვიცნოთ ჩვენ, როგორც ამას დავით წინასწარმეტყველი ამბობს. არა თუმცა უფალმა აღაშენოს სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი. არა თუმცა უფალმა დაიცვას ქალაქი, ცუდად იღვიძებენ ხუმილავნი მისნი. აირისი მოხვეჭა სურს ჩვენ სულს, და თუ სათანადოდ მომემზადებით, ეს ყოველივე მადლის მიერ მოგვენიჭება. მადლს თუ მოვიხვეჭთ, მაშინ ყველაფერი იოლია და სასიხარულო, მაშინ ყველაფერი ღვთივკურთხეული იქნება. საღმრთო მადლი გამუდმებით რეკავს ჩვენი სულის კარზე და ელოდება თუ როდის განვუღებთ მას, რათა შემოვიდეს ჩვენს მწყურვალე გულში და აღგვივსოს იგი. ხოლო სავსება არის ქრისტე, ღვთისმშობელი, ყოვლადწმინდა სამება, საოცარი რამ არის ეს. თუ სიყვარულით ხარ აღუსილი, ათენის ცენტრალურ მოედანზე შეიძლება რომ ცხოვრობდე და არც კი ამჩნევდე, რომ მოედანზე იმყოფები. ვერც მანქანებს ხედავდე, ვერც ადამიანებს, ვერც ვერაფერს. შენში ხარ შენ სიყვარულთან ერთად, მისით ცხოვრობ, მისით ტკბები და ის გაძლევს შთაგონებას. განა ასე არ არის. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ის, ვინც თქვენ გიყვართ, ქრისტეა. ქრისტეა შენს გონებაში, შენს გულში,
მთელ შენს არსებაში ყველგან ქრისტეა. ქრისტე სიცოცხლეა, ქრისტე ცხოვრების წყაროა, იგი სიხარულის, ჭეშმარიტი სინათლის წყაროა, ქრისტე ყველაფერია. ვისაც ქრისტე უყვარს და მოყვასი, ის სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს. ქრისტეს გარეშე ცხოვრება სიკვდილია, ჯოჯოხეთია, ეს არ არის სიცოცხლე, სწორედ ეს არის უსიყვარულობა. სიცოცხლე ქრისტეა, სიყვარული ქრისტეში სიცოცხლეა. შენ ან სიცოცხლეში იქნები, ან სიკვდილში, არჩევანი შენზეა. ერთი მიზანი უნდა გქონდეს, ქრისტეს სიყვარული, ეკლესიისა და მოყვასის სიყვარული, ღვთისმსახურება. ქრისტესთან და ეკლესიასთან ერთობა ამ ქვეყნიური სასუფეველია. ქრისტეს სიყვარული მოყვასის და თვით მტრის სიყვარულიცაა. ქრისტიანი ყველასთვის განიცდის, მას ყველას ცხონება სურს, რათა ყოველმა იგემოს ღვთის სასუფეველი. აი ეს არის ქრისტიანობა მოყვასის სიყვარულით ღვთის სიყვარულს რომ მივაღწიოთ. საღმრთო მადლი მოყვასის სიყვარულით გარდამოდის. როდესაც ძმა გვიყვარს, მაშინ ეკლესია გვიყვარს და მაშასადამე ქრისტეც გვიყვარს. გვიყვარდეს ქრისტე, იგია ჩვენი ერთადერთი სასო და საზრუნავი. გვიყვარდეს ქრისტე მხოლოდ თავად მისთვისვე და არასდროს საკუთარი თავისთვის. დაე მან დაგვადგინოს იქ, სადაც თავად ინებებს და ის მოგცეს, რასაც ისურვებს. ნიჭების მომადლებისთვის ნუ შევიყვარებთ უფალს, რომელსაც ჩვენში ეგოიზმი ამბობს. ქრისტე თავის ყველაზე მშვენიერ საყოფელში დამადგენს, რაც კი მას გააჩნიაო. ქრისტემ თუმცკი გამზადა ის ადგილი, რომლისთვისაც სახარება ამბობს, სახსა მამისა ჩემისასა, სავანე მრავალ არიან, რაითა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნენით. მაგრამ სწორი იქნება თუ ვიტყვით, ჩემო ქრისტე, დე იყოს ისე, როგორც შენი სიყვარული ინებებს, ოღონდ შენს სიყვარულში ვცხოვრობდე. მეუბადრუქს რა შემიძლია გითხრათ, ძალიან უძლური ვარ. ქრისტესადმი დიდ სიყვარულს ვერ მივაღწიე, რათა ჩემი სული მისთვის იქანცებოდეს. ვგრძნობ, რომ ამისგან მეტად შორსა ვარ. ისეთი განცდა მაქვს, რაც მსურდა იმას ვერ მივაღწიე. სიყვარულის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ უსასობას არ ვეძლევი. ღვთის სიყვარულს ვარ მინდობილი და ქრისტეს ვეუბნები, ვიცი რომ უღირსი ვარ, იქ გამიშვი, სადაც შენი სიყვარული ინებებს. ამას ვნატრობ და ეს მსურს, მთელი ცხოვრება შენ გსახურებდე. მძიმე ავადმყოფი რომ ვიყავი და ზეცაში წასასვლელად გამზადებული, საკუთარ ცოდვებზე ფიქრი არ მსურდა, არამედ ღვთის სიყვარულზე მეფიქრებოდა, ჩემს ქრისტეზე და მარადიულ ცხოვრებაზე მეწადა ფიქრი. არ მინდოდა შიში მქონოდა, უფალთან წასვლა მსურდა და მის სათნოებაზე, მის სიყვარულზე მინდოდა ფიქრი. ახლა კი, როდესაც ჩემი ცხოვრების აღსასრული ახლოვდება, არ ვშფოთავ და არც ვშიშობ. არამედ იმაზე ვფიქრობ, მეორედ მოსვლისას რომ წარვდგები და ქრისტემ კითხავს, მოყვასო, როგორ შემოხვედი აქ არასაქორწინო სამოსით? მე თავს დავხრი და ვეტყვი. რასაც ინებებ, უფალო ჩემო, რასაც შენი სიყვარული ისურვებს. ვიცი რომ უღირსი ვარ, იქ გამიშვი, სადაც შენი სიყვარული ინებებს. მე ჯოჯოხეთის ღირსი ვარ და იყოს ნება შენი. იქ რომც გამგზავნო ერთი მსურს, ერთი მწადია და ერთს ვეძიებ, ქრისტე ჩემო, რომ შენთან ვიყო სადაც და როგორც ინებებ შენ უფალო. ვცდილობ, რომ სიყვარულს და ღვთისმსახურებას ვუძღვნა თავი. საკუთარ ცოდვილობას ვგრძნობ, მაგრამ იმედით ვცოცხლობ. სასოწარკვეთა არ შეიძლება, რადგან სასოწარკვეთილი მწუხარებაში ნებას და ძალას კარგავს, ხოლო სასოებელი აღორძინდება, რამეთო საკუთარ სიგლახაკეს გრძნობს და ცდილობს თავს რამე შემატოს. გლახაკი თუ კი ის გონიერია,
გამდიდრების საშუალებას ეძიებს. ვგრძნობ, რომ ჩემს გულმხურვალე ნატურას ვერ მივაღწიე. მიუხედავად ამისა, სასოწარკვეთას არ ვეძლევი. პირიქით, ცდას ცდაზე ვუმატებ, მაგრამ რაც მინდა, იმას მაინც ვერ ვაკეთებ. ილოცეთ ჩემთვის. მთავარი ის არის გულისხმავყოთ, რომ ქრისტეს სრული სიყვარულის, მისი მადლის გარეშე ყოფნა შეუძლებელია. ქრისტე თავის სიყვარულს არ ავლენს, უკეთო ჩემს სულს არ ექნება ისეთი რამ, რაც უფალს სათნო ეყოფა. შესაძლოა სწორედ ეს რაღაც მაკლია მე. ამისთვის ვუღაღადებ და ვევედრები უფალს. მეტად უძლური ვარ, უფალო ქრისტე ჩემო. მხოლოდ შენ ერთხელ გეწიფება, შენი მადლით ღირს ვყო მსგავსად პავლე მოციქულისა, რომელსაც უხაროდა და იქადდა, რათა მისთანა ვიტყოდე, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. მუდამ ამით ვარ დაკავებული და ვცდილობ ქრისტეს უმეტესი სიყვარული მოვიძიო. ეს სიყვარული დაუცხრომელია და რაც მეტად გიყვარს ქრისტე, მით მეტად ფიქრობ, რომ არ გიყვარს და მეტად ესწრაფვი მის სიყვარულს. თავადაც ვერ ამჩნევ, თუ როგორ მაღლდები. ქრისტეს რომ მოიძიებ, მაშინ შენთვის ყველაფერი საკმარისია. სხვა აღარაფერი გსურს, მშვიდდები, სხვა ადამიანი ხდები. შენ ყველგან ცხოვრობ, სადაც ქრისტეა, ვარსკვლავებს შორის, უსასრულო სივრცეში, ზეცაში, ანგელოსთა და წმინდათა შორის, მიწაზე ადამიანთა, მცენარეთა და ცხოველთა შორის, ყველაფერთან და ყველასთან ერთად ცხოვრობ, რაც ქვეყნად არის. სადაც ქრისტეს სიყვარულია, იქ მარტოობა ქრება. მაშინ ადამიანი მშვიდდება, სიხარულით ივსება, არც მწუხარებაა, არც სნეულება, არც ზეწოლა, არც სტრესი, არც პირქუშობა და არც ტანჯვა. ქრისტეა ყველა შენს ფიქრში, ყველა შენს საქმეში. მაშინ მადლია შენთან, მაშინ ქრისტესთვის შენ ყველაფრის დათმენა შეგიძლია. უსამართლოდ ტანჯვაც შეგიძლია. ქრისტეს გულისთვის უსამართლობებსაც დაითმენ და თანაც სიხარულით. ქრისტე იმისთვის ხომ არ გამოირჩიე, რომ არ გეტანჯა. გაიხსენე, რას ამბობს პავლე მოციქული, აწ მიხარის ვნებათა მათ შინა. აი ამაში მდგომარეობს ჩვენი სჯული, რათა ჩვენი სული ქრისტეს სიყვარულისთვის აღიძრას, შეიყვაროს უფალი იესო ქრისტე და წმინდანი შეიქმნას, რათა მხოლოდ ერთ ღვთაებრივ სიყვარულს მიეცეს, მაშინ ქრისტეც შეიყვარებს მას. როდესაც ქრისტე შემოდის გულში, ცხოვრება იცვლება. ქრისტე ყველაფერია. ვიშიც ქრისტე ცხოვრობს, მას გამოუთქმელი განცდა აქვს, წმინდა და იდუმალი რამ. ასეთი ადამიანი სიხარულში ცხოვრობს, ეს სიმართლეა. მთაწმინდაზე ასეთი განცდა ჰქონდათ მოღვაწეებს. ისინი განუწყვეტლივ მხურვალედ ჩურჩულებენ ლოცვას, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. როდესაც გულში ქრისტე შემოდის, ვნებები ქრება. მაშინ აღარ შეგიძლია არც გინება, არც სიძულველი, არც შურისძიება, არც ერთი მსგავსი რამ აღარ ხელგეწიფება. იქ აღარა აქვს ადგილი სიძულვილს, განკითხვას, ეგოიზმს და სევდას. მაშინ შენში ქრისტე მეფობს და დაუღამებელი ნათლის წყურვილი. რაც შენში ბადებს გრძნობას, რომ სიკვდილი არის მხოლოდ ხიდი, რომელზეც ერთ დროს უნდა გადახვიდე, რათა ქრისტეში ცხოვრება გააგრძელო. აქ ამ ქვეყნად მხოლოდ ერთი წინააღმდეგობა არსებობს და ამიტომ რწმენაა საჭირო. ამ წინააღმდეგობას სხეული წარმოადგენს. მაშინ როდესაც სხეულით გარდაცვალების შემდეგ რწმენა უქმდება და ქრისტეს ისევე ხედავ, როგორც მზეს. რა თქმა უნდა, მარადილში ეს განცდები უფრო გამძაფრდება. მაგრამ როდესაც შენ ქრისტესთან არ ცხოვრობ,
მაშინ სევდა, მწუხარება, სტრესი და სულიერი შეჭირვება მოგიცავს და სხვა ცხოვრებას ეძლევი. მრავალი ანომალია ჩნდება ორგანიზმშიც, რაც დიდ გავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებაზე, ღვიძლზე, ნაღველზე, კუჭზე და კუჭქვეშა ჯირკვალზე. გეუბნებიან, რომ ჯანმრთელობისთვის დილიდან უნდა დალიო რძე, ჭამო კვერცხი, კარაქი და 2-3 ორცხობილა, მაგრამ თუ სწორად ცხოვრობ, თუ ქრისტეს შეიყვარებ, მაშინ 1 ატმით და 1 ვაშლითაც სრულიად კარგად იქნები. დიდებული წამალია ქრისტეს მსახურება, რომელსაც მოშურნეობით თუ მიუძღვნი თავს, ყველაფერი იკურნება, ყველაფერი ნორმალურად იწყებს მუშაობას. ღვთის სიყვარული ყველაფერს ცვლის, ყველაფერს ფერს უცვლის, გაწმენს, ასწორებს და სხვად გარდააქცევს. ქრისტეს სიყვარული თუ გვექნება, დიდ ნუგეშს მიიღებს ჩვენი სული. მაშინ ყოველდღიური და მდაბალი რამეებით არ დავკავდებით, არამედ სულიერი და ამაღლებული საქმეებით სულიერ სამყაროში ვიცხოვრებთ. სულიერ სამყაროში ცხოვრებით, სხვა სამყაროში ცხოვრობ, რომლითაც ტკბები და რომელიც შენს სულს წყურია. მაგრამ არც ადამიანებისადმი არ ხარ გულგრილი. გინდა რომ მათაც მოიპოვონ ცხონება, ნათელი და სიწმინდე, რათა ყოველი ეკლესიის წევრი გახდეს. ქრისტე უზენაესი სურვილია, რომელზე უაღრესიც არაფერია. ყველა გრძნობის წყურვილი შეიძლება მოიკლა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულით ვერასოდეს აღივსები. ღმერთი ყველაფერია, იგი უზენაესი სურვილია. ვერანაირი სხვა სიხარული, არანაირი სხვა რამ სილამაზე ვერ შეედრება მას. ქრისტეს სიყვარული სხვა რამ არის. მას არა აქვს სასრული, არა აქვს კმაყოფა. იგი სიცოცხლის მომნიჭებელია, ძალის მომცემია და ჯანის სიმრთელეა. ქრისტე გასცემს და გასცემს და რაც მეტს გასცემს, მით მეტად უჩნდება სურვილი ადამიანს, რომ ქრისტე უყვარდეს. მაშინ, როდესაც კაცობრივ სიყვარულს ადამიანის გახრწნა და მისი გონების დაბნელება შეუძლია. ქრისტეს რომ შევიყვარებთ, სხვა ყველა სიყვარული უკვე იქცევა. სხვა ყველა სიყვარულს კმაყოფილება ახლავს, ხოლო ქრისტეს სიყვარულმა კმაყოფა არ იცის. ხორციელ სიყვარულს ცხომა აქვს, მას შეიძლება მოყვეს ეჭვი, ჩხუბი, მკვლელობაც კი და იგი სიძულვილში შეიძლება გადაიზარდოს. ქრისტეს სიყვარული კი უცვლელია, ამ ქვეყნიური სიყვარული ხანგრძლივი არ არის და თანდათან ქრება. მაშინ, როდესაც ღვთიური სიყვარული მუდამ ძლიერდება და ღრმავდება. სხვა ყველა სიყვარულს ადამიანის სასოწარკვეთაში შეყვანა შეუძლია, ხოლო ღვთაებრივი სიყვარული ღვთაებრივ სამყარომდე აღგვამაღლებს. იგი სიმშვიდეს და სიხარულს გვანიჭებს. სხვა სიამენი კი გვღლიან, მაშინ როცა ღვთის სიყვარულით ვერასდროს ვერ აღივსები. იგი დაუცხრომელი ტკბობაა, რომელიც არავის და არასდროს არ ამძიმებს. იგი უაღრესი ნეტარებაა. მხოლოდ ქრისტესთან შეერთებით შეიძლება, რომ აღივსოს ადამიანი. მას ძლიერ უყვარს და რაც მეტად უყვარს იგი, მით უფრო მეტად ხედავს, რომ ქრისტეს ჯერაც არ შეერთებია, რომ ღვთის სიყვარულს ჯერაც არ მისცემია. იგი განუწყვეტლად ესწრაფვის ქრისტეს, გამუდმებით მარხულობს, მუხდრეკას აღასრულებს, ლოცვაშია და მაინც ვერ კმაყოფილდება. მას არ ესმის, რომ უკვე მიაღწია ამ სიყვარულს. ის ვერ გრძნობს, რომ უკვე აღივსო მისით, რასაც ესწრაფვის. რომ უკვე მიიღო იგი და ვერ აღიქვამს, რომ უკვე ამით ცხოვრობს. ყველა მოღვაწეს ეს ღვთაებრივი სიყვარული სურს და სწურია. ისინი ღვთაებრივი თრობით ითრობიან. ამ საღმრთო თრობაში შეიძლება დაბერდეს სხეული და გარდავიდეს, მაგრამ სული ახლდება და ყვავილობს.
წმინდა მოციქულ ტიმოთესადმი კანონში ნათქვამია: უაღრეს სანატრენი მხურვალედ ისურვე რა, სიყვარულითა შეერთე მას და ღვაწლითა შენითა გარდახვალ სხვად ცხოვრებად ღვთივსათნო, რომელიც მარადის ჭვრეტ შენთვის მზრუნველსა და აღივსები ხედვითა მისითა. სიტყვა შერთვა ნიშნავს ერთობას, საყვარელთან შეერთებას, ხოლო აღსება, სავსება, სრულყოფაა. ეს დიდებული სიტყვებია, რომლებიც ღვთიურ სიყვარულზე, ღვთიურ სიშმაგეზე მიუთითებენ. ასეთი სიტყვები უნდა შეკრიბოთ, რომლებიც ღვთის სიყვარულს გამოხატავენ და მათით განიმსჭვალებით. დიახ, ქრისტეს სიყვარულით ვერ დაცხრები, რაც უფრო გიყვარს, მით მეტად ფიქრობ, რომ იგი არ გიყვარს და კიდევ მეტად გსურს, რომ გიყვარდეს იგი. მაგრამ იმავ დროს შენი სული მისი თანმყოფობით ივსება და უფლისმიერი, აუწერელი სიხარულით მაშინ სხვა აღარაფერი გინდა. მსგავსზე წერს აბა ისააკ ასური. ღვთისაგან გამომავალი სიხარული ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე ძლიერია და ვინც მას იხმევს, ის არა მარტო მწუხარებას არ მიეცემა, არამედ საკუთარ სიცოცხლესაც და ყოველგვარ გრძნობაცაც ამ სიხარულზე უპირატესობას არ მიანიჭებს. სიყვარული სიცოცხლეზე ტკბილია, თაფლსა და გოლეულზე უტკბესია. სიყვარულს არ ანაღვლებს მძიმე სიკვდილის ტვირთვა საყვარელისთვის. მძიმე სიკვდილის მტვირთველი გულისათვის ამ ქვეყნიური ყოველგვარი სიამე ზედმეტია, რამე თუ ღვთის შემეცნების მსგავსი არაფერია. ნეტარ ავგუსტინესთან კი ვკითხულობთ: მიყვარხარ უფალო ღმერთო ჩემო და მინდა მარად და უმეტესად მიყვარდე, რამე თუ შენ ჭეშმარიტად თაფლზე უტკბესი ხარ და ყოველ სინათლეზე ბრწყინავი. შენ ხარ ჩემი ოქროც და ვერცხლიც, აღმატებული საგანძურიც. ჰე სიყვარულო ჩემო, რომელი მარად მხურვალე ხარ და არასოდეს დაცხრები, დამწვი მე. შეგიყვარო შენ უფალო, რამე თუ შენ შემიყვარე მე უწინარეს და სად ვპოვო სიტყვები, რაითა აღმოვთქვა ყოველი ჩემდამო შენი სიყვარული. განმაბრწყინე პირისა შენისა ნათლითა. ქრისტე მეგობრად უნდა ვიგულოთ. იგი ჩვენი მეგობარია და თავადვე ადასტურებს ამას. თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ. ქრისტეს როგორც მეგობარს ისე შევხედოთ. თუ დავეცით, ანუ შევცოდეთ, სიყვარულით და რწმენით მივმართოთ მაცხოვარს და არა შიშით, რომ იგი დაგვრჩის, არამედ კადნიერებით, მეგობრის შეგრძნებით უთხრათ მას: უფალო, მე ეს ჩავიდინე, დავეცი, შემინდე. მაგრამ იმავ დროს ვიგრძნოთ, რომ მას ვუყვარვართ, რომ თბილად სიყვარულით გვიღებს და ცოდვებს მოგვიტევებს. და ეცოდვამ არ განგვაშოროს ქრისტესგან. როდესაც გვწამს, რომ ქრისტეს ვუყვარვართ და ჩვენ ის გვიყვარს, მაშინ მისგან უცხოთ და მისგან შორეულად არ ვგრძნობთ თავს, მაშინაც კი, როცა ვცოდავთ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ მის სიყვარულში და როგორც არ უნდა ვიქცეოდეთ, ვიცით, რომ ჩვენ მას ვუყვარვართ. როცა ნამდვილად გვიყვარს ქრისტე, მაშინ არ გვეშინია, რომ მისადმი პატივისცემას დავკარგავთ. ამასთან დაკავშირებით ძალმოსილია წმინდა პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვები: ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა, ჭირმან ანუ იწროებამან. მრწამს მე ვითარმეთ არცა სიკვდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა. ეს არის ღმერთთან სულის ერთადერთი უმაღლესი კავშირი, რომელსაც ვერაფერი დაარღვევს, ვერაფერი შეაშინებს და ვერაფერი შეარყევს. სახარება ამბობს იმ ცოდვილ ადამიანზე, რომელიც იქ აღმოჩნდება, სადაც არის ტირილი და ღრჭენა კბილთა, რადგან ღვთისგან განშორებით
სწორედ ასე ემართება ადამიანს. ეკლესიის წმინდა მამათაგან მრავალნი, რომლებიც სიფხიზლეზე წერენ, მრავალნი შიშისათვის სიკვდილისა და ჯოჯოხეთისათვის იტყვიან. ისინი ამბობენ, რომ განუწყვეტელი ხსოვნა გვაქვთ სიკვდილისა. ამ სიტყვებს ღრმად თუ ჩავუფიქრდებით, მაშინ ისინი ჯოჯოხეთის შიშს წარმოშობენ. ადამიანი როცა ცოდვისგან გაქცევას ცდილობს, იმაზე ფიქრობს, რომ სულმა ცოდვას სძლიოს სიკვდილის, ჯოჯოხეთის და ეშმაკის შიშით. ყველაფერს თავისი აზრი აქვს, დრო და ადგილი. შიშის ცნება პირველი ნაბიჯებისათვის კარგია, იგი დამწყებისთვისაა, ვიშიც ძველი კაცი ცოცხლობს. ახლად დამწყები, რომელიც ჯერ კიდევ არ დახვეწილა, ბოროტებისგან შიშით იკავებს თავს. შიშიც აუცილებელია, რადგან ჩვენ მატერიალურები და ხორციელნი ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, ღმერთთან კავშირის პირველი დაბალი ხარისხია. ეს არის გარიგების რაღაც სახეობა, სამოთხის მოსაპოვებლად და ჯოჯოხეთისგან თავდასაღწევად. მაგრამ თუ კარგად ჩავეძიებით, შიშის ეს საფეხური რამდენადმე ანგარებაზე მიგვითითებს და რაღაც გამორჩენაზე, მე ასეთი საშუალება არ მომწონს. როდესაც ადამიანი წარემატება და ღვთის სიყვარული მოიცავს, რაღად უნდა მას ეს შიში? ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, სიყვარულით აკეთებს და ეს გაცილებით ფასეულია. თუ კი ადამიანი ღვთის შიშით ხდება კარგი და არა სიყვარულით, ეს იმდენად ღირებული არ არის. სახარება გვაუწყებს, რომ ქრისტე არის სიხარული, ჭეშმარიტება, რომ ქრისტე სამოთხეა. როგორც ამის შესახებ იოანე მახარებელი ამბობს, შიში არა არის სიყვარულსა თანა, არამედ სრულმან სიყვარულმან გარე განდევნის შიში, რამე თუ შიშსა ტანჯვა აქვს, ხოლო მოშიში იგი არასრულ არს სიყვარულსა ზედა. ადამიანი თანდათან წარემატება, შიშის გრძნობას კარგავს და ღვთის სიყვარულში შედის. მაშინ აღარც ჯოჯოხეთია, აღარც შიში და არც სიკვდილი. მაშინ ჩვენ მხოლოდ ღვთის სიყვარული გვაინტერესებს და ყველაფერს ვაკეთებთ ამ სიყვარულისთვის, როგორც სიძეს საზრდოისთვის. თუ ქრისტეს მიმდევრობას განვიზრახავთ, მაშინ ქრისტესთან ერთად ეს ცხოვრებაც სიხარულია. გაჭირვებათა გარემოშიც კი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, აწ მიხარის ვნებათა მათ შინა. ამაში მდგომარეობს ჩვენი სარწმუნოება. ამას უნდა ვესწრაფოდეთ. ეს ფორმალობა არ არის, რამდენადაც შესაძლებელია ქრისტეში ცხოვრობ. ამის ღირსი თუ გახდები, მეტი რაღა უნდა გინდოდეს. შენ ყველაფერი მოიპოვე. შენ ქრისტეში ცხოვრობ, ხოლო ქრისტე შენში ცხოვრობს. ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან ადვილია, მორჩილება, სიმდაბლე და მშვიდობა. სოლომონ ბრძენის ქებათა ქება ქრისტესადმი მსახურებით წარმოიშვა. ეს წიგნი საღმრთოს სურვილს, ღვთიოს სიყვარულს, ზეციური სიძის მიმართ მსახურებას და მღვიძარებას აღორძინებს. რა მშვენიერი სიტყვებია მასში, სიყვარულით, სურვილით, საღმრთო მოშურნეობით ახსავსე. ეს სიტყვები ადამიანურად გვეჩვენებიან, მაგრამ ისინი ღვთაებრივი სიტყვებია. რამე თუ მოწყლული ვარ შენი სიყვარულით დასაბამითვე, ამბობს ტიქარიონი. ანუ მე ვევნები და შენ გეძიებ სული ჩემი, შენ გნატრის, რომელი ხარ ნათელი, ცხოვრება, ღმერთი უფალი და მხსნელი ჩემი. ქრისტეს როგორც სიძეს უმთავრესად ქებათა ქებაში ვხედავთ. ქრისტე ჩვენი სულის სიძეა, ხოლო ჩვენი სული მისის ძალია, რომელიც ყოველგან თანს დევს, წამებაზეც, გოლგოთაზეც, ჯვარცმაზეც და აღდგომაზეც. როდესაც ამ სიყვარულს მივაღწევთ, მაშინ ქრისტე ჩვენში შემოვა და მისით აღავსებს ჩვენს სულს. გამოდმებით მაღლა მზერდით, ქრისტეს უმზერდით, რათა მას მიუახლოვდეთ და რათა იღვაწოთ, იცხოვროთ მასთან და მისგან შთაგონება მიიღოთ.
რათა უფალთან ივნოთ და უფალთან იხაროთ, რათა ქრისტე ყველაფერი იყოს თქვენთვის. და ეს ჩვენი სული ეძიებდეს და ხმობდეს თავის სიძეს. შენ და მსური სიძეო ჩემო და შენითა ძიებითა თავს თხევს სისხლთა ჩემთა. ქრისტე არის სიძე, იგი ყველაფერია. ქრისტეს სიყვარულზე აღმატებული ქვეყნად არაფერია. ყველაფერი, რაც ჩვენ გვსურს, ქრისტეშია. ქრისტე ყველაფერია, ყველა სიხარული, ყველა ლხენა, მთელი სამოთხისეული ცხოვრება. ჩვენ ყველა დიდებას ვფლობთ, როცა ქრისტე ჩვენშია. ქრისტეზე შეყვარებული სული მუდამ მხიარულია და ბედნიერი, რაც არ უნდა შრომა და მსხვერპლი შეხვდეს მას. არავის შეუძლია უარყოს, რომ ქრისტე ცხოვრების სავსებაა. ვინც ამ ჭეშმარიტებას უარყოფს, ის სულით ავადმყოფია და ბოროტი სულისგან არის შეპყრობილი. იგი იმას უარყოფს, რაც მას აკლია. მაშინ სული ცარიელდება და მასში ეშმაკი შედის. როგორც ბავშვი იღებს ღრმა სულიერ ჭრილობას, როდესაც ცხოვრების გზაზე დედმამა აკლია, ასევე და კიდევ მეტადაც იტანჯება ადამიანი, როდესაც ქრისტეს და ღვთისმშობელს არის მოკლებული. ქებათა ქებაში სძალის სიძეზე ქრისტეზე ამბობს: მე მძინავს და გული ჩემი მღვიძარე არს. სძალი მოვიდეს სიძისა მიმართ და ირეკდეს კარსა, განმიღე მე.